ოქრომ ყველა დროის რეკორდი მოხსნა და უნციაზე უკვე $5,000 გადააჭარბა. ძვირფასი მეტალის გაძვირებამ კი პრობლემები შექმნა ქართველ მწარმოებლებისთვის. მათ მოგების მარჟის შემცირება მოუწიათ, რადგან ნედლეული 1 გრამზე 100 ლარზე მეტად გაუძვირდათ. რა ღირს ძვირფასი ლითონი და რა პროგნოზებს აკეთებენ ანალიტიკოსები. ოქროს ბირჟების მიმოხილვით მარი მელიქიშვილი გვერდება ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ ეთერში. გამარჯობა მაია, მევესალმებით ჩვენს მაყურებელს. საერთაშორისო ბირჟებზე ოქროს გაძვირების პროცესი შეუქცევადი გახდა და ის პროგნოზები, რასაც მსხვილი საერთაშორისო საინვესტიციო ბანკები 2026 წლის ბოლოსთვის აკეთებდნენ, წლის დასაწყისშივე რეალობად იქცა. მეტიც 1 უნცია ოქროს ღირებულებამ აქამდე არსებულ ყველანაირ პროგნოზს გადააჭარბა და ამჟამად ის $5,079 ივაჭრება. ძვირფასი მეტალის ფასის ზრდა პირდაპირაა დაკავშირებული იმ გეოპოლიტიკურ რისკებთან, რაც ბოლო დღეებში ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ირანის სიახლოვეს საზღვაო ფლოტილიის, მათ შორის ავიამზით აბრაამ ლინკოლნის განლაგებამ განაპირობა. მანამდე კი ოქროს ფასზე ზეწოლა ვენესუელასა და ირანში განვითარებულმა მოვლენებმა, ასევე გრენლანდიის გარშემო მიმდინარე ამბებმა იქონია. აღსანიშნავია, რომ ძვირფასი მეტალის ფასის მკვეთრი ზრდის კიდევ ერთი მიზეზი სხვადასხვა ქვეყნის ცენტრალური ბანკების მიერ ოქროს აქტიურად შეძენა. ამ კუთხით კვლავ ჩინეთი ლიდერობს, თუმცა გაცილებით მცირე ზომის სახელმწიფოებიც აქტიურად მიმართავენ ამ გზას, რათა გაუფასურების შემთხვევაში ეროვნული ვალუტის სტაბილურობის შენარჩუნება შეძლონ. უნდა ითქვას, რომ გასულ წელს ოქროს ფასი წლიურ ჭრილში 77%-ით გაიზარდა, ხოლო წელს მხოლოდ 3 კვირაში უნცია მეტალის ღირებულება უკვე 17%-ითაა გაზრდილი. ამ ფაქტორებიდან გამომდინარე, მსხვილ საინვესტიციო ბანკებს მოუწიათ საკუთარი პროგნოზები განეახლებინათ და თუ აქამდე ელოდებოდნენ, რომ 2026 წლის ბოლოს ოქროს ღირებულება $5,000 ფარგლებში იქნებოდა, ახლა ვარაუდობენ, რომ ძვირფასი მეტალის ფასი $5,000 ფარგლებში იქნება. აქვე გეტყვით იმასაც, რომ გაძვირებულმა ოქრომ გარკვეული პრობლემები შეუქმნა ოქროს ნაკეთობების ქართულ მწარმოებლებს და მათ 1 გრამი სუფთა ოქრო როგორც ნედლეული მნიშვნელოვნად გაუძვირდათ. ნებისმიერი მერყეობა ისქნება ახლო აღმოსავლეთში თუ სხვაგან ინვესტორებს უბიძგებს, რომ საკუთარი პორტფელები, საკუთარი დანაზოგები, საკუთარი ინვესტიციები უფრო უსაფრთხო აქტივებისკენ მიმართონ, ხო, როგორც არის ოქრო. სწორედ ამიტომ ჩარშანწინად საკმაოდ კარგი შედეგები დააფიქსირა. გამონაკლისი არც 2026 წელი გამოდგა. ოქროს ფასი საკმაოდ გაიზარდა, ისტორიულ მაქსიმუმსაც მიაღწია რამოდენიმეჯერ ამ პერიოდის განმავლობაში. გლობალური ბანკების მოლოდინებით ეს არაპროგნოზირებადი მერყევი გარემო გაგრძელდება და რაც ბუნებრივია, ისეთ უსაფრთხო ბრჭყალებში, უსაფრთხო ტიპის აქტივში აისახება, როგორც არის ოქრო. 2025 წლის ბოლოდან 1 გრამი სუფთა ოქრო ჩვენ გაგვიძვირდა დაახლოებით 15-18 ლარით და ზოგადად წლიურ ჭრილში რო შევაფასოთ 100 ლარზე მეტით არის გაზრდილი გრამი ოქრო. ეს არის კოლოსალური ზრდა, განსაკუთრებით ჩვენთვის, როგორც მწარმოებელი კომპანიისთვის და ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად ესე ვთქვათ, ყველანაირი ხერხებით შევამსუბუქოთ ზეწოლა როგორც ჩვენ ბიზნესზე, ისე მომხმარებელზე. შემცირებული მოგების მარჟა ნედლეულის ფასებთან დაკავშირებული გამოწვევები, თუმცა მაინც მიღწევებით სავსე წელი ასე აფასებენ ოქროს ნაკეთობების ადგილობრივი მწარმოებლები. გასულ 2025 წელს ამბობენ, რომ მიუხედავად უამრავი დაბრკოლებისა, გასულ წელს რეალიზაციის მაჩვენებლები 10-დან 15%-ის ფარგლებში მაინც გაეზარდათ. გარდა ამისა, ქართული ოქროს ნაკეთობები წარმოდგენილი იყო სხვადასხვა საერთაშორისო გამოფენებზე, სადაც უცხოელი მყიდველის ყურადღება მიიპყრო და მათი მხრიდან მსხვილი შეკვეთებით წამოვიდა. მწარმოებლები ელიან, რომ 2026 წელი რეალიზაციის კუთხით უკეთესი იქნება. 2025 წელმა გვასწავლა, როგორ ესე ვთქვათ, დავაბალანსოთ ოქროს ეს განსაკუთრებული ზრდა და წინსვლა და ჩვენ მაქსიმალურად ესე ვთქვათ მოდერნისტულად მივუდექით ამ გამოწვევებს, ესე ვთქვათ, გარდაუქმედით ჩვენი ნაკეთობები, ესე ვთქვათ, მაქსიმალურად რენტაბელური ყოფილიყო. ასევე ჩვენ შევამცირეთ ჩვენი მოგების მარჟა, რომ ესე ვთქვათ, ფასი არ წასულიყო წინ და საშუალება გქონოდა, რომ მაქსიმალურად შეგვენარჩუნებინა ფასები ჩვენს მოდელებზე, ჩვენს ნაკეთობებზე, რამაც ვფიქრობ გამოიღო შედეგი და
მთლიანობაში 2025 წელი ჩვენთვის გაყიდვების მხრივ საკმაოდ პოზიტიური აღმოჩნდა. აქვე ექსპორტის უახლეს სტატისტიკურ მაჩვენებლებსაც მოგაწვდით. საქართველოს 2025 წელს უცხოეთში 122 მილიონი დოლარის თითქმის 2 ტონა ოქრო გაყიდა, რაც 2024 წლის მაჩვენებელს თანხაში 123%-ით აღემატება. ქართული ოქრო ექსპორტზე შვეიცარიაში, თურქეთსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გავიდა. მადლობა, მარი მელიქიშვილი საუბრობდა ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ ეთერში.